სამი მთავარი შეცდომა, რომელსაც ყველა დამწყები დანის მოყვარული უშვებს. პირველი, თუ დანა ლურსმანს ან არმატურას გადაჭრის კარგია, თუ ვერა და არ ვარგა. ეს ასე არაა, მეგობრებო. ყველა დანას თავისი დანიშნულება აქვს და არსებობენ სალაშქრო, საჭრელი, საჩეხი, მრავალფუნქციური და საბრძოლო დანებიც კი. მაგრამ ლურსმანი მოდის სპეციალური ინსტრუმენტებით ვჭრათ და დანას თავი დავანებოთ. მთავარია დანამ ის ფუნქციაში ასრულოს, რაც ევალება და ზედმეტ ნურაფერს ნუ მოვთხოვთ. მეორე შეცდომა არის ის, რომ ადამიანები ყიდულობენ რეპლიკა დანებს. არასოდეს იყიდოთ რეპლიკა ჩინური დანები. აი ბაზრობებზე და Facebook გვერდებზე რომ იყიდება და შეიძინე Spider-Co 40 ლარად და მიიღე მეორე უფასოდ. ეს არის სრული სისულელე. ეგეთი ნაგავი ვერც ნორმალურ ინსტრუმენტად გამოგადგებათ და ვერც გემრიელად გამოიყენებთ, იმიტომ რომ ორიგინალისგან განსხვავებით დამზადებულია გაურკვეველი მასალებით და როდის გაჟანგდება, როდის გადაწყდება და როდის მოიშლება, კაცმა არ იცის. დანა კი ისეთი ინსტრუმენტია, რომელზეც საკმაოდ ბევრი რამეა დამოკიდებული, როცა ბუნებაში ხარ. მესამე არის მოვლის ელემენტარული წესების არცოდნა. არა და ძალიან მარტივია ყველაფერი. ყოველთვის გაასუფთავეთ დანა გამოყენების შემდეგ, თუ გარეცხავთ, კარგად გაამშრალეთ, გააშრეთ და ისე შეინახეთ, დრო და დრო დაზეთეთ, რომ მექანიზმა იმუშაოს და ჟანგი არ მოეკიდოს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ გააკეთებინოთ, რა ისეთი რაც არ შეიძლება რომ დანა მაკეთოს. ეს არის და ეს. მადლობა.